საქართველოს პარლამენტის დელეგატის ბიურო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 4 მუნიციპალიტეტში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში ბიუროს ზაზა შოშიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც განმარტავს, მოსახლეობა მათ აქტიურად აკითხავს და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. გარდა ამისა, დელეგატის ბიურო მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩასართებად კონსულტაციებს უწევს. საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღის პარლამენტის დელეგატის ბიურო ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 4 რაიონთან გვაქვს კომუნიკაცია, გვაქვს წარმომადგენელი, გვაქვს ინფორმაციები როგორც მიმდინარე პროექტებზე, ისე მოქალაქეების პრობლემებზე. აქტიურად თანამშრომლობთ როგორც მუნიციპალიტეტის მერიებთან, ისე საკრებულოებთან და ერთმანეთის კოორდინაციებულ მუშაობაში დელეგატის ბიურო ჩვეულებრივ რეჟიმში ყოველ დღე მოქალაქეებს შეუძლიათ მობრძანება, თავიანთი პრობლემების წამოჭრა და აქტიურად და მაქსიმალურად კოორდინებულ მუშაობაში როგორც მერიასთან, საკრებულოსთან, დელეგატის ბიურო ცდილობს გადაწყვეტოს ყველა მოქალაქის პრობლემები შემჭიდროებულ ვადებში. და აქვე აღნიშნო დიდი მადლობა გადაუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრ ბატონ დავით სონგულაშვილს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ახლა სამინისტრო აქვს, დელეგატის ბიუროს არაკლებს ყურადღებას და ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ჩვენთან კოორდინირებულ მუშაობაში და ხელს გვიწყობს თუ რამე სამინისტროს კუთხით გადასაწყვეტი საკითხები გვაქვს, ყოველთვის გვიდგა მხარში. არაფერი არ შეცვლილა გარდა იურიდიული დასახელების, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მოქალაქეების მიღებიდან დაწყებული საგრანტო პროექტებით დამთავრებული. მოგესალმებათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩვენ უკვე 9 წელია მოქალაქეებს, რომელსაც სურთ, რომ მიიღონ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა, ან თქვათ ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს და მიიღონ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა. ჩვენ უწევთ როგორც კონსულტაციებს, ასევე ტექნიკურ დახმარებას. შესაბამისად, ეს იგივენერად გაგრძელდება და ფაქტურად ყოველდღიურ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აქამდე სარგებლობდა ამ სერვისით მოდიოდა ჩვენთან, კვლავ შეიძლება რომ მოვიდეს და ისევ ისეთი ხარისხის მომსახურება მიიღოს, როგორც აქამდე